უკანონო ნადირობის ფაქტი ადამიანის ტყვიას წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვი ემსხვერპლა. მცხეთამთიანეთის ტყეში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა. საქმის მასალებში მოხდება ის ვიდეო კადრებით, სადაც ჩანს თუ როგორ კლავს მამაკაცი რამდენიმე გასროლით უნიკალური სახეობის დათვს. უკანონო ნადირობის ფაქტებზე რეგულაციები მკაცრია. ფულადი ჯარიმის გარდა მსგავსი შემთხვევების სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. კადრები, რომელმაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ კლავს ტყეში უცნობი პირი წითელ წიგნში შეტანილ მურა დათვს. ჩანს თოფიც, საიდანაც მან ცხოველს რამდენჯერმე ესროლა. ვინაიდან ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები გადაეცა შესაბამის უწყებას. ფაქტზე სავარაუდოდ გამოძიება დაიწყება. გარემოს დაცვის დეპარტამენტმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. უწყება სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც შესაბამის კვალიფიკაციას სამართალდამცავი ორგანოები მიანიჭებენ. მათივე ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის მამაკაცს 50,000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრება. მცხეთამთიანეთის რეგიონულ სამმართველოს თანამშრომლობა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე, სადაც ჩანს ბრაკონიერების ფაქტი, მოახდინეს მყისიერი რეაგირება. კარგად ჩანს, რომ ბრაკონიერი კლავს მურა დათვს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით წითელი ნუსხით არის დაცული და მისი მოკლა იჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ყველა დათვი, რომელიც ჩვენ ზოგადად იმყოფება, ყველა არის ჩამორთმეული ბელები. წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე მურა დათვი თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობს. დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის დირექტორი ამბობს, რომ ისინი მათთან მსგავსი შემთხვევების შედეგად მოხვდნენ. უკანონო ნადირობის დროს მარტო დარჩენილი რამდენიმე ბელი მათთან მოქალაქეებმა მიიყვანეს. ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული საფრთხე წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს ექმნებათ. არის ესეთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდები, რომ ვითომ აი ტყეში მიდიოდნენ, ნახეთ დაკარგული დათვის ბელი. ნუ სინამდვილეში აქ ცხადია ყველაფერი, რომ ის დედა დათვი არის მოკლული. რა თქმა უნდა, ბრაკონიერები არ ფიქრობენ ეს საკითხებთან დაკავშირებით და შესაძლებელია უბრალოდ აი თვითონ პოპულაციაში სქესთა შეფარდების დარღვევას კი ტრაგიკული აღმოჩნდეს თვითონ ამ სახეობის. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველს არ არის თქვა ვიღაცა საკუთრება და დაცვა არ არის თქვა მხოლოდ და მხოლოდ ვიღაცა ადამიანების საკითხი. ეს არის ნებისმიერი ჩვენთაგანი საკითხი. უკანონო ნადირობა, ცხოველის დატყვევება და ვაჭრობა საქართველოში ისჯება როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე ადმინისტრაციული წესით. სასჯელის ზომა და ჯარიმის ოდენობა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დასაცავად. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით უკანონო სარგებლობის ფაქტებს ყველა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით. თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია, 2000 ლარი და მეტია, ამ შემთხვევაში ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის აქტიურობას, დროულად მოწოდებული ინფორმაცია, შეიძლება იყოს მოწოდებული ცხელხაზე, მათ შორის არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი. გარემოს დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს არ დაარღვიონ კანონი. ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში ატარებს. მუშაობს ცხელი ხაზით, რომელზეც მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.